როგორც დიდი ძროხათმცოდნე ფილოსოფოსი ქოუგილცური იტყოდა, ფულით ბედნიერებას ვერ იყიდი, მაგრამ შეგიძლია იყიდო ძროხა, რომელიც მოგცემს რძეს, რითაც გააკეთებ ნაყინს და ნაყინი აუცილებლად გაგაბედნიერებს. ან პირდაპირ შეგიძლიათ ნაყინიც კი იყიდოთ. ადამიანი და ძროხა საუკუნეებია ერთად ცხოვრობენ. ეს ურთიერთობა მხოლოდ რძით და ყველით არ იზომება, ეს მეგობრობაცაა, რომელიც ადამიანს ბუნებასთან აკავშირებს. დღეს მსოფლიოში დაახლოებით 1,5 მილიარდი ძროხაა. საშუალოდ ერთ ძროხას შეუძლია წელიწადში 5-დან 10,000 ლიტრამდე რძე მოიწველოს. თუ სტატისტიკას ვენდობით, საქართველოში დაახლოებით 9,5 მილიონი ძროხაა. ასევე სტატისტიკის თანახმად ერთი ძროხა საშუალოდ იძლევა 2-დან 3,000 ליტრამდე რძეს წელიწადში. მსოფლიოში გავრცელებული ძროხის ჯიშებიდან ყველაზე მეტ რძეს იძლევა ჰოლშტეინი, რომელსაც წლის განმავლობაში შეუძლია დაახლოებით 9-დან 10,000 ליტრამდე რძე აწარმოოს. ჰოლშტეინის ჯიშის ძროხები ნიდერლანდებში დაახლოებით 2,000 წლის წინ გაჩნდა, ბატავიელების შავი და ფრიზიელების თეთრი ჯიშის ძროხების შეჯვარებით. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ძროხები წელიწადში საშუალოდ 305 დღის განმავლობაში იძლევიან რძეს და მათი მაღალი პროდუქტიული პერიოდი, ანუ როცა შეუძლიათ ბევრი რძის წარმოება, საშუალოდ შეადგენს 4-დან 6 წლამდე. საქართველოში არსებობს ადგილობრივი ენდემური ჯიშები, როგორიცაა ქართული მთის ძროხა, მეგრული, თუშური, წითელქართული, თიანეთის შავი და აჭარული. მათი წველადობა შედარებით დაბალია, თუმცა რძის ცხიმიანობა და ცილის შემცველობა ხშირ შემთხვევაში ბევრად უკეთესია. და რა მოხდებოდა თუ ერთ დღეს ყველა ძროხა გაქრება? მსოფლიო აღმოჩნდება საშინელი საკვები დეფიციტის წინაშე. იტალიელები ვეღარ გამოაცხობენ პიცას, ხოლო ჩვენ ვერ შევჭამდით ყველ გამოტენილ ხაჭაპურს. ვეღარ ვიმღერებდით უაზრო სიმღერას, ბალერინა კაპუჩინო და ცხარე ჩელენჯებშიც ვეღარ მიაყოლებდნენ იუთუბერები რძეს. ეს ხუმრობით და ახლა სერიოზულად. თუ დავფიქრდებით, ძალიან ბევრ ქართულ კერძში გამოყენებულია ძროხის რძე. ყველი, მაწონი, ნაღები, ხაჭო, ეს პროდუქტები არა მხოლოდ საკვები, არამედ ჩვენი კულტურის და ქართული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია. კაცობრიობა დაკარგავს კალციუმის, ცილის და ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროს და რაც მთავარია, დაკარგავს სიმშვიდეს. ახლა კი საინტერესო ფაქტები ძროხებზე. იცოდი, რომ ძროხა დღეში 40,000 ჯერ ამოძრავებს ყბას. ძროხის კუჭი შედგება 4 სექციისგან: რუმენი, რეტიკულუმი, ომასუმი, აბომასუმი. ძროხები 300 გრადუსით ხედავენ და თითქმის ყველა მხრიდან შეუძლიათ დაინახონ საფრთხე. ასევე მათ შეუძლიათ 50-მდე სახის დამახსოვრებაც. ძროხებს აქვთ ცუდი მხარეებიც. ისინი ბუნებრივად გამოყოფენ მეთანს, აირს, რომელიც ნახშირორჟანგზე 25 ჯერ ძლიერად ათბობს დედამიწას და მსოფლიოს ითბური აირების დაახლოებით 20%-ში ადგილს. ასე რომ ყველა სიკეთეს აქვს თავისი ცუდი გამოვლინებებიც, მაგრამ მთავარია შეინარჩუნო ბალანსი. თუმცა ძროხას აქვს გრძნობები, შეუძლია დაიმახსოვროს და ამოიცნოს შენი ხმა. ისინი გრძნობენ ემოციებს, შიშს, ბედნიერებას, სევდას, ხოლო ძილის ფაზა ადამიანივით აქვთ. ისინი ღრმა ძილის ფაზაში სიზმრებს ხედავენ. მეცნიერები ამბობენ, რომ მათ მოსწონს შვიდი მუსიკა, კლასიკა, ჯაზი და ამ მუსიკის ფონზე მეტსაც კი იწველებიან. აქვე გაგახსენებთ ამ გენიალურ მონაკვეთს ფილმიდან უდიპლომო სასიწო. მეცნიერულ საკვირებას ატარებენ ბაზენჩა. ქვეყანა გამეცნიერდა და ფერად უნდა ჩამოვა. გადატრიალება უნდა მოახდინა მეცხოველობას. მუსიკის როლი პირუტყვის გაჩქარებაში. ამბობენ, რომ მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ძროხებზე და გამოსაოლიანობაც იზრდება. მართალია თუ მითია?
შეიძლება მართალიც მე ესე ვიტყოდი რომ ადამიანი რომელიც ცხოველებთან მუშაობს, შვიდად იყოს, კარგ ხასიათზე იყოს, თუ მუსიკის მოსმენა სიამოვნებს და მუსიკა კარგ ხასიათზე აყენებს, ცხოველებსაც უყვართ ეგ მუსიკა. ალბათ მითი უფრო არის რა, მაგრამ კარგი გარემო უნდა ქონდეთ ძროხებს. 19 საუკუნის ბოლოს ქვემო ქართლში, კერძოდ კი დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოში შვეიცარიელები აწარმოებდნენ ყველს. ამ დროს 55 ყველის ქარხანა არსებობდა, საიდანაც 33 შვეიცარიელების საკუთრება იყო. შვეიცარიელებიც კი აკეთებდნენ აქ ყველს. ანუ აქ ცხოვრობდნენ. ამ ტერიტორიაზე ახლომახლოს ქვემო ქართლში ჰქონდათ საწარმო, ამზადებდნენ შვეიცარიელ ყველს. და ამ შვეიცარიელებს ამე ძველი შემორჩენილია, სადაც ეგ ხდებოდა ყველაფერი. საბჭოთა კავშირის შემოსვლასთან ერთად იძულებული იყვნენ რომ მიწები დაეტოვებინათ ყველაფერი და თუმცა სურათებია შემორჩენილი. ერთ-ერთ შემოშია ეს ინვენტარი რაკოიც გავცნობთ ის დიდი 100 კილოიანი თავი მზადდებოდა. ვა, ძალიან მაგარი ფაქტია ესე იგი მე-19 საუკუნის ბოლოს. კი ბატონო, გერმანელ ბარონს ჰქონდა ფერმა, შვეიცარიელი მეყოლე ყავდა, ჩამოყვანილი, აქ მუშაობდა და შვეიცარიაში უწარმოებდა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უმაღლესი დონის ყველი, მათ შორის ვაწარმოოთ კარგი რძე და რძის ფხვნილისგან არ ვაწარმოოთ ყველი. საქართველოს ძროხებს რო სახელებს არ ქმნიან. ეგეთი პრაქტიკა თუ აქვთ ევროპელებს? საინტერესოა. აქვთ ხო? ჩვენ ყველა თითოეულ ძროხას სახელმწიფო ნომერთან ერთად სახელი. ანუ ჩამოყვანის და ჩვენ ხომ ვაქცევთ ყველას კურსზე სანომრე ნიშანთან ერთად შევძლებთ ნახოთ მე სახელი აწერია და დაბადების თარიღი დედა მამა. ანუ სრული პასპორტიზაცია ხდება. დღეს ჩვენი მიზანია განახოთ და შევადაროთ ქართული და ჰოლანდიური ძროხების ფერმა. გავარკვევთ თუ რა ჯიშის ძროხები ყავთ, რამდენს იწველებიან, როგორია ყოველდღიური პროცესი, რით იკვებებიან და ასე. მანამდე კი მოდით ვნახოთ თუ როგორ ხდება საქართველოში რძის და ყველის წარმოების ისტორიის თანამედროვეობაში გაცოცხლება. ამისათვის ვესტუმრეთ შვეიცარულ ქართულ სასწავლო ფერმა კავკასიას, სადაც ერთ კომპლექსში ფუნქციონირებს სკოლა, ყველის საწარმო და ფერმა. აქ მსურველებს შეუძლიათ მოკლე და გრძელვადიანი პროგრამებით ისწავლონ ძროხის მოვლის და რძის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგია, რაც შემდეგ საკუთარი საქმის დაწყებისთვის ან დასაქმებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ. და რატო აირჩიეთ ეს პროფესია, რატო გადაწყვიტეთ? საინტერესო იყო ოფისში მუშაობა, მოსაწყენია და აქ სულ რაღაც ხდება და საინტერესოა ძალიან. ასე რომ შეგიძლიათ თქვენს, ვისაც დაინტერესებული ხართ, ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ ნახოთ და მიიღოთ საკმაოდ საჭირო განათლება, რომელსაც მე გამოიყენებთ თქვენს დასაქმებაში თუ საკუთარი საქმის დაწყებაში. მოკლედ, ეხლა უნდა დავათვალიეროთ რძის ქარხანა, აგროსკოლა კავკასიის რძის ქარხანა, სადაც წარმოება სხვადასხვა ევროპული ყველი. თავისივე ფერმაში მოყვანილი რძით. ეს არის მთავარი საწარმო ოთახი. ეხლა მიმდინარეობს რეცხვა. გვაქვს 2 ტონიანი ქვაბი. სპილენძია, ხო? კი, რძე შემოდის მიმღებში. 2 გამაციებელი გვაქვს, ან ფერმიდან ამოდის გამაციებლით რძე. ყოველდღიურად არ ვიღებთ, 2 წოლას ან 3 წოლას ვიღებთ, იმიტომ რომ ფერმაში ხდება პირდაპირ გამაციებელში შედის და არ არის აუცილებელი რომ ყოველ ჯერზე ამოვიდეს. და აქ რა პროცესი ხდება? აქ ხდება ეს გამაციებლებია, გაციება ხდება და შერევა ხდება. და აქედან მე გადადის რძე პასტერიზატორში. პასტერიზატორი უკვე აქ არის. ფიტოვანი პასტერიზატორი გვაქვს. რას ნიშნავს რძის პასტერიზაცია, რო აუხსნათ ჩვენს მაყურებელს? რძის გაცხელება 72 გრადუსზე 15 წამის განმავლობაში და მერე გაციებას ან 65 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში. და რას გვაძლევს? ანუ რა პროცესი ხდება რძეში ამ დროს? მავნე მიკრობების და მიკროორგანიზმების რომ უნებელი იყოს. უნებელი ხდება კი ბატონო როცა. შემდეგი პროცესი რა გვაქვს? პასტერიზების შემდეგ ზე გადმოდის, ანუ იმის მეტად რამდენი ლიტრია და რას ვამზადებთ შესაბამის ჭურჭელში. 1 ტონა რძიდან 500 litrიდან რამდენი კილოგრამი ყველი მიიღება? 1 კილოგრამია 10 litrიდან. 10 ლიტრი რძიდან მეგობრებო ვიღებთ 1 კილოგრამ ყველს. პლუს მინუს. პლუს მინუს საშუალოდ. კი ბატონო. აქ უკვე ხდება ამ ყველის შედედება, ხო? ანუ პასტერიზების შემდეგ კულტურების შეტანა, შემდეგ ჩაკვეთა, შედედება, დაჭრა და ფორმაში გადატანა. კი ბატონო. ეხლა მეგობრებო, განახებთ ყველაზე სასურველ ადგილს, ამ საბოლოო პროდუქტი, სადაც ინახება ყველის საცავს. ანუ აქ მატენიანებელი ცალკე დგას, ენის რეგულაცია ხდება და გამაციებელია ჩართული 12 გრადუსზე
ეს არის ცის დამწიფებული ყველი. დამწიფებას სჭირდება მინიმუმ 4 თვე. ამ 4 თვის განმავლობაში მარილწყლიდან ამოღებული ყველი თავიდან ყოველდღიურად მუშავდება მარილწყლით და ბაქტერიით, რომელიც ამ ქერქს და ფერს აწევს. სადაული სახეობა. შვეიცარიული ყველია, ალპებიდან რასაც ამზადებენ იმ ტექნოლოგიით. ის ბაქტერია თქვენ აქ ჩამოიტანეთ და კი ბატონო, ჩამოგვაქვს ადგილზეც არის შესაძლებელი შეცემა. ანუ რეცეპტია ესე იგი ბაქტერიების რა. კი ბატონო. სხვადასხვა ყოველში მაგალითად სხვადასხვა ბაქტერიის კომბინაცია ხდება. ამაში ორი ბაქტერიის სახის ბაქტერია შედის. რაკლეთს თავისი აქვს, მაგარყოლს თავისი აქვს, ის პატარა თავები მუჩლია, რბილი ყველია, იმას თავისი აქვს, ორი ბაქტერია შედის. ბაქტერიებზეა დამოკიდებული თუ რა სახის ყველის მიღება გვინდა საბოლოო ჯამში. და სად შეუძლია შეიძინოს მომხმარებელმა ეხა ეს პროდუქცია სად განთავსდება ჩვენს კაფეში, მარგალიტში. სოფო აქ რა ხდება? აქ გვაქვს ჩვენი პატარა ლაბორატორია, სადაც ხედავთ იმისა, რომ ჩვენი ფერმიდან ამოდის რძე, მაინც ყოველი მოტანის წინ და დამზადების წინ ძის დუღილის ტესტს ვაკეთებთ ყოველთვის და რა თქმა უნდა, ცხიმიანობას და ცილს ლაქტოზგან დუღილის ტესტი რას ნიშნავს? დუღილის ტესტი რას ნიშნავს? იმის სანახავად რამდენად დაბინძურებულია რძე შეიძლება მაგით მარტივად შეამოწმო. და ცხიმიანობას როგორ ადგენთ რძეში? ლაქტოზგანით ვაკეთებთ. სპეციალურ დანადგარია, სადაც თავსდება რძის ნიმუში და ხდება უკვე ცხიმიანობის დადგენა. კი ბატონო, თვითონ მონაცემები გაგვაქვს, ახლა ეს ნოლზეა. ცხიმი, სიმკვრივე, ლაქტოზა, შაქარი, მარილები, პროტეინის შემცველობა და რაღაცები. როგორ შეიძლება მომხმარებელი მიხვდეს, თქვა სახლის პირობებში ან მაღაზიაში, როცა რძეს ყიდულობს, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და რა არის მნიშვნელოვანი ძის ყიდვის დროს, რომ ვიცოდეთ? ალბათ მნიშვნელოვანია იცოდე მწარმოებელი როგორ ამზადებს და სად ყავს, როგორ პირობებში ყავს ცხოველები. მაგრამ უკან როცა ეტიკეტს ამოვატრიალებთ, იქ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ანუ იმდენად სტანდარტიზებულია ყველა პროდუქტი, რთული საქმეა იმის მიხედვით, რამდენად ცხიმიანი ძესვა ალბათ ხო. საბოლოო ჯამში დასკვნა ის არის, რომ უნდა ვიცოდეთ წარმოებელი, რამდენად სანდოა, რამდენად იცავს ყველა სტანდარტს და ამით მივიღოთ გადაწყვეტილება. მოკლედ შევდივართ ხა, განახებთ როგორ იზილება კარაქი. ანუ კარაქი რომ მივიღოთ, რა პროცესს გარდის საბოლოოდ ეს პროდუქტი? ჭირდება ჯერ მაღალხარისხის ნაღები, რომელიც აქ გვაქვს. შემდეგ ნაღებს უკეთდება პასტერიზაცია, ცივდება, მწიფდება და შემდეგ იდგებება ამ ნაღებში. დიახ. 200 გრამი. სხვა კარაქებს რაც შეფუთულია ბრენდირებული 82%-იანი, ხო? ამ შემთხვევაში ეს გამოდის 85%-იანი ლაბორატორიაში რომ შევამოწმეთ და ვნახეთ, ჩვენი კარაქი 85%-იანი იყო. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ახლა გადავინაცვლებთ უკვე ტრენინგ ცენტრში და შემდეგ განახებთ ფერმას. პრაქტიკასთან ერთად თეორიული სწავლებაც, ხო? კი ბატონო, ქარხანაში და საწარმო სივრცეში გაკეთებული პრაქტიკა შესაძლებელია რომ ათეორიულად გაირჩეს. ანუ მეგობრებო, ესე იგი, მოხვედით, აქ ცხოვრობთ, აქ სწავლობთ, აქ მუშაობთ, აქ გადიხართ ყველანაირ პრაქტიკასაც, თეორიასაც და გადიხართ უკვე პროფესიონალები. ასე რომ ესეთი ბევრი სასწავლებელი გჭირდება სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ბოსტნეულის წარმოებაში და შესაბამისად ინტერესი ვისაც აქვს, თქვათ, ინვესტორი იქნება თუ ასე სახელმწიფო, მათ შორის უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მოდელი არის სწორი მოდელი და წინა ვიდეოშიც ვთქვით, სადაც ვიყავით ახალქალაქში, მე კარტოფილე ფერმერთან, საჭიროა მოხდეს პროფესიული სასწავლებლის ადგილზე განთავსება, რომელიც რეალურად ზრდის ისეთ კადრს, რომელიც უკვე მოთხოვნადია ბაზარზე, თუნდაც მისათვის, რომ საკუთარი საქმე დაიწყოს და ახალი ბიზნესი შეიქმნას, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რა თქმა უნდა. სოფო, ეხა სად ვართ და რა ხდება? ეხლა ვართ კაფეტერიაში, სადაც ჩვენი სტუდენტებისთვის სამჯერად იკვება. საუზმის თავაზობთ სადილს და ვახშამს. ჩვენ თვითონ ვამზადებთ, რა თქმა უნდა, რძის პროდუქტები ყოველთვის ჩვენი დამზადებული გვაქვს. ანუ სამჯერად იკვება ყველა სტუდენტს? კი ბატონო. ჩვენ გავესაუბრეთ დამწყებ ფერმერებს, რომლებიც მოკლევადიან კურსებზე სწავლობენ და მიზანი სწორედ საკუთარი ფერმერული მეურნეობის შექმნა და განვითარებაა.
ფერმა გორში მაქვს. მომავალი ფერმერი ვარ. ყავს 10 სული საქონელი, ახლა მცირე მეურნეობაა ჩემი, მაგრამ ანუ რაც ჩემომია, მინდა რომ 1 ტონი გადავამუშავო რა. 8 წელი არ ვიყავ საქართველოში. ემიგრაციაში ვიყავი და გადავყიდე სოფლის მეურნეობაში ჩავერთო რა. თუ რაღაცა საქმე არ მოგწონს და იმ საქმეს არ ადგეხარ, მე ვფიქრობ რომ ბევრი ფერმები მაგით დაიხურა რა. უშუალოდ ადამიანებს ამბობ თვითონ იყვნენ ჩართულები ამ სქემაში. მე რო ვარ ფერმერი, ახლა და მყავს 10 სული საქონელი და რომ გავზადო 50 სულამდე, უშუალოდ ფერმერი ჩემი აზრით თუ არ იქნება ჩართული თავის ფერმაში, თავისი ძოხები რა ჭირთ, როგორ ჭირთ, რა უნდა რანაირად უნდა მოუარო, ზის მიღება რო ხდება და მარტო ანუ არაფერს კეთებით არაფერი არ გამოდის. ადამიანი რომელიც ფერმერის რომელსაც ზესთან კონტაქტი აქვს, მინიმალური ცოდნა მაინც უნდა გააჩნდეს ადამიანს, ანუ თეორიული ცოდნა ქონდეს პრაქტიკაში ყველაფერს ხმარია და ის პატარა პროფესიონალიზმი, ელემენტარული რაღაცეები, თუმცა ძალიან დიდი რაღაცას ნიშნავს. 3-4 გრადუსითაც შეიძლება ზემოთ აწიო და ის შედეგი ვერ მიიღო, შედეგი უნდა მიიღო. სოფლის მეურნეობას ბევრი ახლა თავს არ იტივს. სოფლის მეურნეობის წარმოება ადვილი არა. თუ ფერმერს ტრაქტორი არ აყავს და ტექნიკამ ხელს არ შეუწყო, იყო ხო დრო, როცა ადრე ყველაფერი კეთდებოდა თოხით, ბარით და ასე შემდეგ. მაგრამ ეხლა სხვა დროა და თქმა რომ ევროპაში ნებისმიერ ადგილებზე ერთი ადამიანი 200-300 სულიან ფერმას უძღვება. თქვენ ნახეთ ის ფერმა ზუსტად, სადაც ჩვენ ვიყავით ჰოლანდიაში, ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდით. ოჯახი, თქვათ რაღაც ერთი მამა, შვილი, დედა ულიან დაახლოებით 300 სულიან ფერმას. როლადსაც ქმნიან ოჯახისთვისაც და პლუს მოგებასაც წერს, ესე რომ ვთქვა. ნუ ავტომატიზაცია, თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები დღევანდელობაში საჭიროა, რომ მიიღო ის თვითღირებულება, ის მასშტაბი შექმნა და ის ხარისხი დადო საბოლოო ჯამში, რომ ეგ როგორც ბიზნესი ისე ღირდეს, როგორც ვთქვა, იყო ფერმერი. წინა ვიდეოზე იყო ესეთი კომენტარები, რომ გლეხი და ფერმერი. ჩვენ ფერმერებს ვეძახით იმ ადამიანებს, ვინც არა მარტო საკუთარი თავისთვის აწარმოებს პროდუქტს და საკუთარ ოჯახს ყვებავს, არამედ ბევრ ადამიანს გარშემო. ეგ არის ფერმერის დანიშნულება, რომელსაც ეს საქმე აქვს ბიზნესად და არა უბრალოდ თავის გადასარჩენად, რა, გამოსაკვებად, ესე რომ ვთქვა. თუ ადამიანი შეხედავს ბიზნესის კუთხით, პოტენციალი და განვითარება ყველა საქმე შეიძლება ადამიანს მოუწევს. ყველანაირად ვფიქრობ, რომ ცოდნა ისევ არის, ყველაფერი საწინდარი რა. ადამიანმა ყველაფერი თავის ხეთმა შექმნას. 10 სული საქონელი მყავს, მაგრამ მაგ ეგმაშის პლაზე ავიდა 50 საქონელი დამუშავა. შვეიცარიაში ყოფილა, ჰოლანდიაში, გერმანიაში როგორც ეხლა დიდი ხანი ცხოვრობდი და თითქმის მთელი ევროპა მოვლილი მაგ მიზანი იყო ის, რომ რჩებოდი ბაუერჰოფებია ესე, ფერმერულ სასტუმროებია. და ყველა ადამიანი როგორც თქვენ აღნიშნეთ, მამა და შვილი ულიან 300-200 სულიან ფერმას. ეხლა ეს იმას მეუთითეს, რომ ცოდნა აქვს, ტექნიკა აქვს ისეთი, ამ მომენტში იმდენი ტექნიკა არ მაქვს რა. დასაწყისისთვის ჩემი აზრით ჭირდება ფერმერს მინიმალური, მაგრამ ამ მასშტაბზე ჯერჯერობით ხო, დრო ანუ ეს დროის ფაქტორია. ზაუ, შენ რამე კითხვა ხო არ გექნება? ჩვენ მაყურებელს რას ეთქოთ? ჩვენ მაყურებელი, იგივე მაყურებელი იქნება, როგორც მე ვიყავი, სხვადასხვა ფერმერული გადაცემების მაყურებელი და ადამიანმა თუ რამე არ გარისკა, რაღაცაში რაღაცა თუ არ ჩადო, ვერც შედეგს მიიღებს, წინაც ვერ წავა რა. და თქვენ მაყურებელს ისე ურჩევდი, რომ თუ იმეს რამე გულში უდევს, უბრალოდ უნდა გაბედოს რა, ეს რო ვთქვა და მთავარი არის მონდომება რა. თუ ადამიანმა მოინდომა, მე ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია. მადლობა, არხი გამოიწერეთ და გამოიწერეთ არხი მეც. არ გაჩერდეთ თუ რამის გჯერად გაბედეთ. თავარია გჯეროდეთ. მოკლედ ბანკების სლოგანები მოიცა თხის ფერმა? დავიწყეთ საკვები ბაზაში. რადგან კულტურული ბალახები ჩვენ ძირითადად გადაწყვეტილი გვაქვს ეკოლოგიურად და ბიოლოგიურად პროდუქტის წარმოება. მოგეხსენებათ? ორგანული, ხო? და სერტიფიცირებაც საბადო ვაპირებთ. თულით საქართველოს იმაი წარმოებოდეს, ხორცის სახითაც ვაპირებთ. თხის ხორცი. უფრო ჯანსაღია, ხო? ჯანსაღი. რაც უფრო ბევრი ადამიანი დაინტერესდება ამ სფეროში ინვესტირებით, საქმის წამოწყებით და ამ საქმის როგორც ცხოვრების წესად ქცევით, მეტი წარმატებული ფერმერი გვეყოლება საქართველოში და არა ის რომ მოდი ახლა მეორადად გავაკეთოთ რაღაცა საქმე რა და იქ ფული ვიშოვოთ. არ არსებ ვერ იშოვით. სოფლის მეურნეობა არის, რავი, თაობებია ევროპაშიც რო ავიღოთ პროვედრებით მაგალითებს ვიღებთ. პაპიდან არის დაწყებული, მერე მამით და შვილით გრძელდება და ის კიდე თავის შვილს გადასცემს. ამ ცოდნას გამოცდილებას ყველაფერს ხო ტექნოლოგიის შექმნა იქნება თუ რაც იქნება. ჩვენ აგერ გამზადებული შეგვიძლია პირდაპირ მოდელები ესკოლაც ხო შვეიცარელებთან ერთად არის დაფუძნებული. შესაბამისად ის სტანდარტები პირდაპირ არის გადმოღებული და უკვე დროს აღარ კარგავ რომ შენ მაგ სტანდარტებამდე მიხვიდე. შესაბამისად იგივეა მეცხოველეობაშიც რო ავიღოთ ძის წარმოებაში, ხო, გვიზიარებენ ცოდნას, აგერ თქვენც იღებთ ამ ცოდნას, რომელსაც მერე საწყისი სასტარტო ცოდნა იქნება და ამას უკვე დააშენებ გამოცდილებით. პროცესით რა. მაყურებელს რას ეთყოდი? ერთი ძირითადი პრინციპია, რა შრომის გარეშე გამოიცხულია. სხვანაირად არ შეხედოთ ეს ფერმა და
მოჩარა დავთავდა ფერმერები რა არის მთელი მეცნიერებაში ფილოსოფიას და აბსოლუტურად ყველა იმას მოიცავს ქვეყნის საქმეც არის ოჯახის საქმეც არის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი სფერო ამის გარეშე წარმოუდგენელია თქვენ ეხლა რო ზიხართ და უყურებთ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ რით შეგიძლიათ დაეხმაროთ ამ სფეროს გამოიწერეთ არხი განახებთ ძალიან საინტერესო ვიდეოებს მოკლედ რო ვთქვა ეხლა ჩვენ გადავინაცვლებთ ფერმაში. ახლა კი დაუბრუნდეთ ჩვენ თავარ მიზანს. შევადაროთ ქართული და ჰოლანდიური ძროხის ფერმა. ჩვენ ვეწვიეთ ჰოლანდიურ ფერმას, სადაც 220 ჰოლშტეინის ჯიშის მეწველი ძროხაა. პროცესი სრულად ავტომატიზებულია, წველა და კვება ხდება დღეში ორჯერ. ხოლო დღიურად ერთი ძროხა დაახლოებით 28 ლიტრ ძეს იწველება. საკვები თივის მოპოვებაც ადგილობრივად ხდება საკუთარ ნაკვეთებზე. წელიწადში რამდენჯერმე ნაკვეთებს ინექციის გზით ძროხის გათხევადებული ნაკელით ანოყიერებენ. ხოლო საქართველოში ვეწვიეთ ქართულ შვეიცარიულ ფერმას, სადაც შვეიცარიული შვიც ბრაუნის მეხურცულ მერძეული 84 ძროხაა მოშენებული. ეხა ყველა ცხოველი გარეთ არის, მაგრამ შეგვიძლია უბრალოდ დავათვალოთ, ეს ბატონია მარტო აქ. ქართულად შვიც ეძახიან, ორიგინალ ბრაუნი, შვიც ბრაუნი, ორი მიმართულებად. შვიცი. ქართულში საქართველოში ეგრევე ვიცნობ შვიცი. დაავადებებზე ეს როგორი გამძლეა? დაავადებები რაც ეხა ჩვენ გვაქვს საქართველოში, შვეიცარიაში უკვე რამდენიმე აღარ არის. ხო ვაქცინაცია იქნება თუ რაღაცა სხვა მეთოდებით უკვე აღარ აქვთ იმდენად. ანუ რა თქმა უნდა, აცრა ჭირდება, ყურადღება ჭირდება. შეიძლება საქართველოში ეს დაავადება აქაურმა ძროხამ, იმიტომ რომ შეხვედრიან რაღაცა ანტისხეულები, უკეთ გადაიტანოს ვიდრე ჩვენმა. პროცესი როგორ იწყება, თქვა, დილა რო გათენდა, რომელი საათიდან იწყება პროცესი და რა პროცესები გვაქვს მოკლედ ყურებ. 6 საათზე იწყება წველა, 6 საათზე, დილის 6 საათზე. ზოგადად რომ გითხრათ პროცესი როგორ უვლის ძროხებს, როგორ ყვებავთ, როგორ წმინდავთ, როგორია პროცესი, მაგალითად როცა დღე იწყება. დღე იწყება დილის 5 საათზე, ვიწყებთ ძროხების წველას, რის შემდეგ ხდება ყვება, დაახლოებით 4 საათისთვის მეორე ხდება წველა და 5 საათისთვის შემდეგი გამოყვება. წველა და ყვება ორჯერ დღეში. ეს არის საწველი, კი, საწველის სცენა, ესე რომ ვთქვა. 6 შეიძლება ერთდროულად მოიწველოს. აპარატებით ხდება ჩვენთან წველა, კი ბატონო. აი ეს ნაწილი არის მეწველების. აქეთ სხვადასხვა ჯგუფი, ანუ პატარებიდან დაწყებული, ხვევებიდან ბრალებამდე გადანაწილებული. რამდენ ლიტრ ძეს იღებთ ერთ წველაზე ერთი ძროხისგან დღეში? ერთ წველაზე არ ვიცი, მაგრამ ერთი ძროხისგან დღეში დაახლოებით 28 ლიტრ ძეს ვიღებთ. შვიცის ჯიში რამდენ ლიტრ ძეს იწველება დღეში საშუალოდ? საშუალოდ 17 ლიტრი გვაქვს. 17 ლიტრია. კი ბატონო, მაგრამ არიან რამდენიმე ძროხა, რომელიც 30 ליטრს იწველება გვაძლევს დღეში. მაგრამ ეს ჯიში არის გათვლილი როგორც მეხორცულ, მეხორცულ მერძეული, კი ბატონო. ნუ მაგალითად ჰოლშტეინი სრულად მერძეული მიმართულება დაახლოებით 30 ლიტრამდეც იწველება. კი ბატონო, მაგას კონკურენციას ვერ გაუწევს. ერთ ძროხას რა პროდუქტიული პერიოდი აქვს? ანუ რამდენი წელი შეიძლება აწარმოოს რძე? 7 ან 8 წელი. ესე ვიტყვი, ჩვენი მიზანია და ყველა მერძეული ფერმის მიზანია, რომ წელიწადში ძროხას ერთი ხბო ყავდეს. იმიტომ რომ კი, ერთი ხბო ყავდეს, საკმარისი რძე რო აწარმოოს, გამოიმუშაოს, როგორ თქვა, ძროხა. რამდენი ხო, კი, გააჩნია ინტენსივობას, ანუ ჩვენ ინტენსიური მეურნეობა არ ვარ. რით ყვებავთ ამ ძროხებს? ეს ძროხები იკვებებიან, რა თქმა უნდა, ზაფხულში ბალახი, დელოზე, ძოვება ხდება და ზამთარში თივა. ეს არის მიქსერი ძროხების საკვებისთვის. ამ მიქსერში ვურებთ საკვებს და ყვებავთ ძროხებს. და როგორ ხდება თივის შეგროვებას თქვენს მინდვრებზე და შემდეგ ინახავთ ზამთრის პერიოდში? კი, ამ შეფუთულ თივის პრესებში. ჰოლანდიისგან განსხვავებით, რაც თქვენ ნახეთ, ეს ფერმა არის არაინტენსიური, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ჰოლშტეინის ძროხები 365 დღის განმავლობაში მხოლოდ ფერმაში არიან განთავსებული, აქ ხდება მწვანე მინდორზე გაშვება. როგორ იყენებთ ამ ნაკელს? ყიდით თუ აყრით მინდორზე? ნაკელი შეგვაქვს ჩვენივე მინდვრებში. ჩვენ ვერ ვაყრით ზემოდან, არ შეიძლება კანონით. ანუ ინექციის მეთოდით შეგავთ მინდორში? კი, 5 სანტიმეტრის სიღრმეზე. ანუ აქ აგროვებთ ამ ნაკელს, ურევთ მიქსერით და გაქვთ სპეციალური დანადგარი, ითაც შეგავთ, ხო? კი. სოფო, ეხა ვართ იალაღებზე, ეგრეთ წოდებულზე, მწვანე მინდორზე, სადაც ძოვენ. აი, როგორ გაქვთ ორგანიზებული აქ და რამდენ ხანს ატარებენ აქ ღია სივრცეში? როცა ბალახია და როცა მზიანია მიდია და კარგი სეზონია, მთელი დღის განმავლობაში ცხოველები გარეთ ყავს. ზაფხულის განმავლობაში ღამეც გარეთ ვტოვებთ. ეხა როცა აცივდა, ღამე ფერმაში შეყვავს. მაგრამ დღის განმავლობაში საძოვარზე არიან. მორიგეობით ზოვებას ვახდენთ. თითო ჯგუფს რაღაც ნაკვეთს
მოუყო, ყოველდღიურად მოწმდება, რამდენად არის ბალახი და გადაყვანა ხდება. ეხლა რამდენი ძროხა ყავთ მეწველი ძროხა ფერმაში? How many cows do you have in this farm? 220. ისე რა ქვია, ელექტრო ის არის მწყემსია, დენი გადის რო იცოდეთ ისე. და გაფრთხილება 12. ო, მაშინ. ვერც ვიგრძნო. ფერმაში ყავს 85 ძროხა, 35-მდე უნდა იყოს მეწველი. ანუ მორიგეობით არის ხოლმე ზოგი არის მშრალობის პერიოდში, მაკებს 7 თვიდან ვაშობთ. საკმაოდ მიჩვეულები არიან ადამიანებს, იმიტომ რომ ხშირად მოძრაობთ ძროხებთან, ესე რომ. ძროხებსო ემოციებიც გააჩნია. კი ბატონო. მეორე. მე მგონი შენ უნდა წაგვექცია. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაგალითად წველის პროცესში სიმშვიდე იყოს, სტრესი არ გქონდეთ. ყველა ძროხას ეხლა სახელი აქვს და ზედ კურსზე შეგვიძლია წავიკითხოთ დაბადების თარიღით. ეს სახელების შერჩევა როგორ ხდება? ჩვენ ვურჩევთ სეპი შვეიცარიელია. ჩვენთან უკვე 3 ჯერ იყო ჩამოსული, პლანტახოვში მუშაობდა მწველავად. მწველავის სახელი ქვია? მწველავად მუშაობდა და ჩვენთან იმ პერიოდში როცა აქ იყო, დაიბადა? კი და თავად ანუ ყველაზე დიდი რაც ყოლია 900 კილოს იწონიდა. ერთზეულებში გადავიდე. ისე ეგ საინტერესოა, აი, იაპონელები როგორ აკეთებენ იმას, ну, გარდა იმისა, რომ ჯიში, ანუ კვების რეჟიმიც სხვა აქვთ, ხო? კი, როგორც ვიცი, მე ხორცულს კი ეგრე ურჩევენ. რომ ფენა თქვა გაიკეთოს ხორცი ქონი. და რაღაც სპეციალ მასაჟებსაც უკეთებენ. მართლა? ნუ, ესე ინტერნეტიდან რაც ვიცი. ეგ არ ვიცი. ესე ძროხა არის პატივში რა. ინდოეთში ხო კერპია. ნებისმიერ ფერმაში ძროხა არის მთავარი როგორ თქვა, ფიგურა. კი ბატონო, ეგრეც უნდა უნდა აჭამო თავის დროზე, მოუარო, უნდა უმღერო კარგი სიმღერები, მოეფერო, დავარცხნო და იმას შილაკსაც იკეთებენ. შლიქების დამუშავების დროს კი, რა თქმა უნდა. პედიკურსაც იკეთებენ, კი, პედიკურსაც. ვა, აი მეც. აბა ძროხად თუ გინდა ფერმა გინდა, ფუნაშიც უნდა ჩადგა ფეხი, ეგრე არ გამოდის. მოკლედ მეგობრებო, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი აგრომენი, დაალაიქეთ აუცილებლად და ერთად შევქმნათ სივრცე, სადაც მსგავს ვიდეოებს შემოგთავაზებთ. მოკლედ ზაურით შემომიერთ და შეგახსენებთ, ყოველ 100 გამომწერზე აგრომენი დარგავს 1 ნერგს, ხის ნერგს. ასე რომ გამოიწერეთ არხი, შემდეგი წლის მარტი-აპრილის თვეში ჩვენი მიზანია დავრგოთ 150 ხე, შესაბამისად არხი უნდა ავიდეს დაახლოებით 15000 გამომწერზე, ასე რომ ვისაც გინდათ რომ წვლილი შეიტანოთ ჩვენი ბუნების გაჯანსაღებაში, უფრო მეტი ხე რომ დაირგოს ჩვენს ბუნებაში, გამოიწერეთ არხი და ჩვენ ვიღებთ ამ პასუხისგებლობას და ვალდებულებას და კვირდებით, რომ ყოველ 100 გამომწერზე დავრგავთ 1 ხის ნერგს. რას ეთყოდი ზაურში? ეხლა ჩვენ მყავს 2000 გამომწერამდე, ასე რომ დასარგავი გვაქვს 20 ხე. 20 ხე, მაგრამ პირველი დარგვა მოხდება დარგვის ყველაზე აქტიურ სეზონზე, რომელიც არის შემდეგი წლის მარტი-აპრილის პერიოდი. ასე რომ მაგ პერიოდისთვის რაც უფრო მეტი ვიქნებით, უფრო მეტ ხეს დავრგავთ. ასევე გამომწერებსაც დაგვპატიჟებთ და სხვადასხვა იუთუბერებთან ერთად გავაკეთებთ ამ დარგვის ღონისძიებას, თუ რა ქვია მაგას? ხო, დარგვის ღონისძიება. შენ რძე უფრო გიყვარს თუ ყველი? ყველი? რომელი ყველი? სულუგუნი, იმერული. სულუგუნი. შენ შემთხვევით სამეგრელოდან ხო არ ხარ? ხო და აი ვინც ახლა გვიყურებთ სამეგრელოდან გამოიწერეთ. მეგრელებო გამოიწერეთ აგრომენის არხი. ეგრე? მაშინ მესხებო თქვენს გამოიწერეთ. კაი, დღეს აბა რა შთაბეჭდილებები დაგჭა? კარგი მადლობა, კარგი ის იყო. ეს ჩვენ შევადარეთ ჰოლანდიური და ქართული ფერმები. ჩემი აზრით, საქართველოს ფერმა აიჯობა საქართველოს ფერმა. ხო და კიდევ რომ უფრო მეტი ფერმა იყოს და კიდევ რომ მეტად ვაჯობოთ, აუცილებლად დაინტერესდით სოფლის მეურნეობით, ახალგაზრდებით, მათ შორის აგერ მოდით ისწავლეთ, გააკეთეთ საკუთარი ფერმები, საკუთარი ბიზნესები და ამით ქვეყანასაც გამოადგებით და შექმნით დოვლათს, რომელსაც ქმნის სოფლის მეურნეობა. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე. აბა კარგად იყავით. აბა კარგად. და არხი გამოიწერეთ რა, რამდენჯერ უნდა აი აქ და subscribe-ით. კარგად აბა. всё.